თბილისის სააპელაციო სასამართლოში შესაძლოა დღეს გამოცხადდეს განაჩენი სინდისის 11 პატიმრის საქმეზე. პროცესი ამ წუთებში იწყება. სხდომაზე უკანონოდ დაკავებულები საბოლოო სიტყვით ისარგებლებენ, რის შემდეგაც მოსამართლე თეა ლეონიძე სათათბიროდ გავა. დღევანდელ გადაწყვეტილებას მხარეები რადიკალურად განსხვავებული მოლოდინებით ხვდებიან. დაცვის მხარე სრულ გამართლებას ითხოვს, ოცნების პროკურატურა კი ბრალის დამძიმებას. სინდისის 11 პატიმარს პირველმა ინსტანციამ ორგანიზებული ძალადობის ბრალდება მოუხსნა, თუმცა ბრალი გადაუკვალიფიცირა და ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ლიზი ვეკუა აგრძელებს ამ თემაზე ფორმულას ეთერში საუბარს. რამდენიმე წუთის წინ გახსნა მოსამართლე თეა ლეონიძემ სააპელაციო სასამართლოში სინდისის 11 პატიმრის საქმის სხდომა. დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე მხოლოდ სინდისის პატიმრების საბოლოო სიტყვები არის დარჩენილი, სადაც ისინი ისაუბრებენ იმ ბრალთან დაკავშირებით, რომელიც წარდგენილი აქვთ მათ და რომელიც შედეგადაც საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მათ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საინტერესოა რა სიტყვიან ბიჭები, რადგან ჩვენ პირველ ინსტანციაში გვახსოვს, რომ მათი შეხედულებები იყო შემდეგნაირი. ისინი ამბობდნენ, რომ სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯებოდნენ, ამ ყველაფერს აუცილებლად მოიხდიდნენ და ბოლომდე იჯდებოდნენ ციხეში, რადგან თვლიდნენ, რომ აუცილებელი იყო მაშინ რუსაველის გამზიზე გასვლა და ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. დიდი ალბათობით დღესაც მსგავსი გზავნილები ექნებათ მათ საბრალდებო სკამიდან. ეხება ადვოკატების პოზიციას, ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე წუთის წინ მათ, რომლებიც ამბობენ, რომ დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე მათ რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინი არ აქვთ იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე თეა ლეონიძე გამოაცხადებს განაჩენს, რადგან პირველ ინსტანციაშიც ჰქონდათ იმის მტკიცებულებები და ჰქონდა იმის მტკიცებულებები წარდგენილი მოსამართლეს, რომ შემდეგ გამამართლებელი განაჩენი გამოეტანა, ამიტომ მათ არ აქვთ ამ ყველაფრის მოლოდინი, თუმცა ამბობენ იმას, რომ იბრძოლებენ ბოლომდე, გაასაჩურებენ ამ ყველაფერს უკვე უზენაეს სასამართლოშიც, რადგან შემდეგ საქმე წავიდეს უკვე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. პირველი მოლოდინი ის არის, რომ საბოლოო სიტყვა არსებითად არ შეუწყვის მოსამართლეს შეხედულებას და საკმარისი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ ეფიქრა როგორც სამართლებრივად, ასევე სახელმწიფოებრივად, რომ ადამიანის უფლებები ქვეყანაში უნდა იყოს გარანტირებული და სასამართლო უნდა იყოს ამ უფლებების დაცვის სადარაჯოზე. თუ მოსამართლე გაანალიზებს მის პასუხისმგებლობას, კონსტიტუციურ პასუხისმგებლობას, მან უნდა გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი. თუ მას სურს, რომ განზრახ გამოიტანოს, ასე ვთქვათ, დაუსაბუთებელი და უკანონო განაჩენი, ალბათ დატოვებს ძალაში ან დაამძიმებს მსჯავრდებულების მდგომარეობას. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სავარაუდოდ გამოცხადდება განაჩენი, რაც შეეხება ბრალდების ხარის საჩივას, რომ ითხოვს ისე დაბრუნდეს წინა ბრალდება, ნამდვილად ამისი მოლოდინი არ აქვს, იმიტომ რომ სასამართლო ამას არ დააკმაყოფილებს და სამართლიანი სასამართლოს პირობებში დღეს ჩვენ ველოდებით გამომართლებელი განაჩენს ანდრო ჭიჭინაძის და სხვათა მიმართ. არც წინასწარმეტყველება არ შემიძლია, არც წინასწარი განწყობა ისეთი არ მაქვს, იმიტომ რომ ამ სასამართლოს სისტემის ცხადი არის უკვე არანაირი იმედი არ შეიძლება ამ ქვეყანაში გქონდეს, მაგრამ ერთი მაინც შეიძლება ღვთის იმედი გქონდეს ადამიანს და წყინვალე შვიდეულის დროს მოსამართლე თუ იმას გაბედავს, რომ დატოვოს ეს განაჩენი, ესე იგი ღმერთის არ ეშინია და ჯობია ეშინოდეს. არაფრის იმედი მართლა არ აქვს რა. წელიწადი და 4 თვეა დავდივარ და ეკამდე ვერ გაურკვევიათ ის ჯგუფურ დანაშაულში აქვს თუ არა, ჯგუფურ დამნაშავეები არიან თუ არა. ეს ვერ გარკვეულა. მოვდივარ იმის გულისთვის, რომ ჩემს შვილს მაინც ვნახავ ამ სასამართლოზე, თორე არაფრის იმედი მართლა არ მაქვს და არც ველოდები რა. ამ თავრობისგან მე არაფერს არ ველოდები, რომ ამათ გაანთავისუფლებენ და არაფერ დათმობაზე ესენი არ წამოსულა. მოლოდინის საერთოდ არაფრის არ გამაჩნია, რომელიც გაგვიქარწყლა შარშან ქალბატონმა ნინო გალუსტაშვილმა. ამ ქვეყანაში სამართლის ძიება ძალიან რთულია, მით უმეტეს ისეთ სასამართლოში, რომელშიც ურთულესია იპოვო სამართალი. ყველა მიცით, რომ ეს საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია და ანუ აქ რაღაცა სამართლის ძიება ნამდვილად ჩვენ ჩვენს ოჯახს არ აქვს ამის მოლოდინი. სინდისის 11 პატიმარი 2024 წლის 28 ნოემბრის აქციების შემდეგ დააკავეს. შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მათ ორწლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ისინი გდანის ციხეში იხდიან სასჯელს. დღეს სავარაუდოდ უნდა მოვისმინოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მეორე ინსტანციის სასამართლო და შეცვლის თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოსამართლე თეა ლეონიძე.